ზვიად ცეცხლაძეს, ვასილ კაძელაშვილსა და ვეფხია კასრაძეს 2 წლითა და 6 თვით, გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ისაფ ალიევს, თორნიკე გოშაძესა და ნიკოლოზ ჯავახიშვილს კი 2 წლით პატიმრობა მიესაჯათ. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა პროევროპულ აქციაზე დაკავებულ 8 ვეპირს ბრალი გადაუკვალიფიცირა. თავდაპირველად მათგან 3 პირს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, დანარჩენ 5-ს კი მასში მონაწილეობას ედავებოდნენ. ამაყი ვარ მე, კიდევ უფრო ბევრად ამაყი, დღეს ისინი სიცილით შეეგებნენ განაჩენს, ირაკლი კობახიძე ხალხში ვერც გამოდის, ვერც ვერასოდეს. პლენარულ სხდომაზე წულუკიანის კომისიის დასკვნის განხილვა მიმდინარეობს. დოკუმენტი 460 გვერდიანია. კომისია თებერვალში შეიქმნა და უფლებამოსილების ვადა 3-ჯერ გაუგრძელდა. კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დააპატიმრეს ოპოზიციის ლიდერები: ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ზურაბ ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, ირაკლი ოქრუაშვილი და გივით არგამაძე. ოცნებამ პარლამენტში პარტია გახარია საქართველოსთვის 12 წევრის უფლებამოსილებაცნო. 12 ადამიანმა გახარიას პარტიის წიის პირველი 12-ეული ჩაანაცვლა, რომლებსაც უფლებამოსილება პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის საფუძველით შეუწყდათ. გუშინ გიორგი გახარიამ საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმას შეცდომა უწოდა და არ გამორიცხა, რომ მისი გუნდის 12 წევრმა პარლამენტში მანდატებით ისარგებლოს.